ორივე ვარიანტს აქვს თავისი პლუსებიც და მინუსებიც. მთავარია ეს პლუსები და მინუსები თქვენს მდგომარეობას მოვარგოთ. დავიწყოთ იატაკქვეშა გათბობით. პლუსები ეს არის ეკონომიურობა, დაბალ ტემპერატურაზეც მშვენივრად ათბობს ხოლმე მთლიან სახლს. ოთახებში არ აშრობს ჰაერს ისე ძალიან, როგორც შეიძლება რადიატორებმა გამოგიშროთ. სითბო თანაბრად ნაწილდება ყველა ოთახში. და ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც იატაკქვეშა გათბობა მომწონს, ეს არის დიზაინში არაფერს არ აპყოლებს. შეეხება მინუსებს. შედარებით ძვირია მონტაჟი ვიდრე რადიატორები. დაზიანების შემთხვევაში შეკეთება შედარებით მოუხერხებელია ვიდრე რადიატორების. რადიატორებთან შედარებით უფრო ნელად თბება და უფრო ნელად ცივდება. რაც შეეხება რადიატორების პლუსებს და მინუსებს. სწრაფად ათბობს ოთახს. მონტაჟი შედარებით მარტივი და იაფია და დაზიანების შემთხვევაში შეკეთება შეცვლა უფრო მარტივია ვიდრე იატაკქვეშა გათბობის. რაც შეეხება მინუსებს, სითბო ოთახში ნაწილდება არათანაბრად, ვიზუალურად იკავებს სივრცეს, დიზაინში ზოგჯერ ამოვარდნილი არის ხოლმე, შედარებით მაღალი ტემპერატურა ჭირდება და ამიტომ უფრო ხარჯიანი. თუ ეხლა აშენებთ სახლს ან კაპიტალურ რემონტს გეგმავთ, იატაკქვეშა გათბობა უკეთესია კომფორტისთვის და ეკონომიურობისთვის. თუ უკვე აშენებულ სახლში ხართ, რომელიც გარემონტებულია, ან ოდნავ აპირებთ რემონტზე ხელის შევლებას, რადიატორები არის შედარებით იაფი და ეკონომიური გადაწყვეტილება ვიდრე იატაკქვეშა გათბობა. კიდევ ერთი დეტალი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც იატაკქვეშა გათბობას აკეთებთ, ეს არის იატაკის საფარი. იატაკქვეშა გათბობა ყველაზე კარგი არის, როცა აკეთებთ გრანიტს ან კერამიკულ ფილებს. ამინატზე და პარკეტზე შეიძლება, თუმცა უნდა იყოს სპეციალურად გათბობაზე გათვლილი. ზოგადად ხე და პარკეტი უკეთებს სითბოს იზოლაციას, ამიტომ შეიძლება დროთა განმავლობაში დაგიზიანდეთ. ასევე ხალიჩებთან დაკავშირებით, ხალიჩა რთულად ატარებს ხოლმე სითბოს და იატაკქვეშა გათბობის დროს არ არის რეკომენდირებული მთლიანი ოთახის ზედაპირი დაფაროთ ხალიჩით. რადიატორების შემთხვევაში მსგავს პრობლემებს არ წააწყდებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თქვენი გადასაწყვეტია იატაკქვეშა გათბობას გააკეთებთ თუ რადიატორებს. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, თუ რაიმე კითხვა გექნებათ, დამიწერეთ კომენტარებში. დროებით.